გურჯაანის საკალათბურთო აკადემიის გუნდი სამშობლოში დაბრუნდა. კლუბის ერთ-ერთი მწვრთნელი ლექსო იაგანაშვილის განმარტებით პოლონეთში გამართულ ღონისძიებაში დელტას 17 წლამდელმა სპორტსმენებმა ევროპის საკლუბო ტურნირში პირველად მიიღეს მონაწილეობა და შედეგის მიუხედავად სპეციალისტთა დიდი მოწონება დაიმსახურეს. აღსანიშნავია, რომ სადებიუტო კონტინენტური ტურნეს ფარგლებში ჩვენი აღსაზრდელები გერმანიის, პოლონეთისა და სლოვაკეთის 6 საუკეთესო გუნდს დაუპირისპირდნენ. მონაწილეობა მიიღო ცენტრალური ევროპის ახალგაზრდულ ტურნირში, პოლონეთში, ქალაქ ოსტროვში. ამ ტურნირზე ასევე მონაწილეობას იღებდა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან. ესენი იყო ჩეხეთი, სლოვაკეთი, გერმანია და პოლონეთი. დიდი გამოცდილება მივიღეთ ამ ტურნირზე, როგორც მთლიანმა გუნდმა, მოთამაშეებმა, სტაფმა. ვიმედოვნებ, რომ გაგრძელდება ეს ტურნირებზე მონაწილეობა და რა გამოცდილებაც მივიღეთ ახლა ამ ჩემპიონატზე, გადმოვიტანთ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე, რომ გავაგრძელოთ ასპარეზობა.